თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმეზე წინა სასამართლოს სხდომა გაიმართა. პროცესს ბაჩო ახალაიას ესწრებოდა. დღევანდელი სხდომა პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დახურული იყო. ახლაც ისევ როგორც აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობისას პროკურატურა ამტკიცებდა, რომ საქმეში არის ისეთი მტკიცებულებები, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების პირადი მონაცემები, რომლებიც არ უნდა გასაჯაროვდეს. ადვოკატები და თავად ბაჩო ახალაიას სხდომის დახურვის წინააღმდეგი იყვნენ. ახალაიამ პროცესზე თქვა, რომ მას დასამალი არაფერი აქვს და საჯაროობა სურს. მისი თქმით, სასამართლოს შეუძლია დახუროს მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს შეეხება. საბოლოოდ მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და სხდომა დახურა. ახალაიას განცხადების აუდიო ჩანაწერი სოციალურ ქსელში ვრცელდება. Რაცემი პროცესი რატომ უნდა დახუროს? ნახოს ხოლმე. ჩანდა ახალია ბევრს არავის არ უყვარს გოგონაში. კიდე და დაინახავენ რაუბედურებას აკეთებდა და უკეთესი ყურა არის. რაც ერთი მტკიცებულება არსებობს შეიძლება. ბუნებაში რა. რატომ არა? უკვე მინდა არსებობდეს მტკიცებულება და რაღაცა უნდა იყოს იმის შველი. უნდა იყოს რამე აუდიო ჩანაწერი, უნდა იყოს რამე ვიდეო ჩანაწერი. უნდა იყოს ფოტო, არაფერი არ. აბსოლუტურად არაფერი არ. არა, ბუნებაში არ არის, იმიტომ რომ მაგალითად რა შეიძლება გამოჩნდეს ამ პროცესში, სხვადასხვა ერთ ციკლა მოიტანა, ცოტა დავშიში არა, რო იცოდე. ამ პროცესში შეიძლება გამოჩნდეს მაგალითად ის, რომ ქართული სახელმწიფო ვერ უსმენს სიგნალს, ვერ უსმენს WhatsApp-ს და ვერ უსმენს BC აპლიკაციას smartphone-ში. აი შეიძლება გამოჩნდეს. სპონსორი, მტკიცებულები, აი ბევრები გადაჭარბების გარშე. მე პრობლემა ეს მე არ პრობლემა. მე 10 წელი ვიჭერი და ვიკიდები არ მაქვს ეს პრობლემა. არც ერთ სიტყვას არ ვიქნებ თავის თითქოს გადასაწყვეტ. არანაირი პრობლემა არ აქვს. ერთი მტკიცებულება მოიტანო, აი და მე აქ ვაცობდები და ვარ. ყველაფერს რასაც რაც მარჩიცებ. ერთი მოიტანო, ერთი. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა სამთავრობო მედიებით გავრცელებულ აუდიო ჩანაწერზე, რომელშიც თითქოს ბაჩო ახალაია და პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერზე საუბრობენ. დასკვნაში წერია, რომ ჩანაწერი წარმოდგენილია მონტაჟის ნიშნებით, რის გამოც ავთენტურობის დადგენა შეუძლებელია. ბაჩო ახალაიას განცხადებით, ჩანაწერი, რომელიც თითქოს და მასსა და პაატა ბურჭულაძეს შორის საუბარს ასახავს, ყალბია. ამასთან მისი თქმით, დასამხობია ბიძინა ივანიშვილი და დასაჭერია ყველა ის პოლიციელი, ვინც ბავშვების და ქალების წინააღმდეგ აწევს ხელს და ამაში დასამალი არაფერია. ხას დავ, აი სიცოცხლე ვაგებ მაგაზე პასუხს და ამას ხვდე მომავალში და ამათმა ხელმძღვანელობამ ზუსტად ის ვინ გააკეთა. ვინ არის კლასიფიკატორი და ვინ შექმნა. კეთილსინდისები, მე მგონი აი ის გამოდი, ეს კეთილსინდისები არა. მე ვიღა, როგორც ერთი ადამიანი, პირადად მე. თვითონ ეს კეთილსინდისები არის დასამალი. რაც შეიძლება სწრაფად და სასწრაფოდ. ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რაც ერთ აქვს. ერთადერთი გზა. ერთადერთი. იმისთვის, რომ რეალურად მოვიპოვოთ ნამდვილად ჩვენს ისტორიაში პირველი, უახლოეს ისტორიაში პირველად ნამდვილი თავისუფლება. ეს არის ერთადერთი გზა და ჩვენ მეც ხვდეთ და ნებისმიერ ზოგ ლეგიტიმური უფლება ამის დაკეთებას. და ჩვენ შორის ყველაზე კეთილსინდისეებს გვაქვს ამის ვალდებულება. ივანიშვილი დავა და დავამო ნებისმიერს. ნებისმიერ უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ ბაბუ პაატა ბურჭულაძეს ვერ არაცხადებს. ბაბალები ეს არის აბსოლუტურად ერთი მტკიცებულება ამიტომ არის. თორე შეხედ ფილოსოფიური თვალსაზრისით და პრაგმატული შეხედულების თვალსაზრისით მე გეუბნები ივანიშვილი დასამხობი აი წავიკეთე წერია, რომ ძალადობის გამოყენება თუ რაღაც. ძალა არის გამოსაკუთრებული ყველა მოძალადი პოლიციელის წინააღმდეგ. ყველა ვინც იარაღ გაჭობილი ქალებს და ბავშვებს აპატიმრებს ცერს და წიფწუნავს, ყველასთვის ხელია დასამხობი. მათ უნდა ამას დავა. უბრალოდ ამას აგებეუბნები, დასამალი არაფერი არა. ბაჩო ახალაია 2025 წლის 25 დეკემბერს დააკავეს. მას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.